გამარჯობა, დღეს სასამართლოში შევიტანეთ სარჩელი. კიდევ ერთი 800-იანი ოჯახი უნდა გამოასახლოს ბანკმა. ეს არის საშინელი უსამართლობა. მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ არანორმალური კაბალური პირობებით გასცა იპოთეკური სესხი და ჩვენ დაცვის ყო ბატონ გიორგის არ უნაწილებს არანაირად დავალენებას. დღეს ოჯახი 800-იანი ოჯახი ჩვენ ხედავთ აქ კიდე ერთი ბავშვია გამოცდა ფიზიკურად ვერ ახერხებს მოსვლას. კიდევ ერთი ოჯახი, კიდევ ერთი ლამაზი ოჯახი შეიძლება ბანკმა რეალურად თავისი კაბალური პირობების საფუძველზე, არანორმალური, არაადამიანური დამოკიდებულების საფუძველზე გამოასახლოს. ეს არის საშინელი უსამართლობა, რასაც ვითხოვ მე ამ შემთხვევაში არის დავალენების გადანაწილებას და ხელშეკრულების, ძველი ხელშეკრულების მოშლას. ეს არის საშინელი უსამართლობა, რაც ხდება საქართველოში. ამ კუთხით ყველას მოგიწოდებთ, შემომიერთეთ, მოიწონეთ, გააზიარეთ, დააფიქსირეთ თქვენი აზრი და ვაპირებ ვიბრძოლო ამ ოჯახის უფლებების დასაცავად და ეს საშინელება გავაჩერდეს მოთხრე. ბატონ გიორგის ეხა ყავს ბებია, რომელიც არის მძიმე დაავადებები აქვს, პრობლემები. მამა არის მეორე ჯგუფის ინვალიდია, მეუღლეს ყავს 3 შვილი ყავს გენაცვალე, მისი მშობელიც აქაა და ფაქტურად ერთადერთი ადამიანი, რომელიც მუშაობს ამ ოჯახთან არის ბატონი გიორგი. არც ერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას არ უნდა ქონდეს იმისი უფლება, რომ როდესაც ადამიანი არის გადახდის უნარიანი და როდესაც ადამიანი ითხოვს, რომ ყოველთვე გადაიხადოს ეს დავალენება, არ უნდა იყენებს ბანკი კაბალურად თავის ხელშეკრულებას და არ უნდა ასახლებდეს. დღეს მე შევიტანე სასამართლოში სარჩელი და ვითხოვ ამ პროცესების შეჩერებას და მარტო ვებრძვი ამ ხელა უზარმაზარ მონსტრს ხალხო. მე ვარ ქრონიკულად ავადმყოფი. არ დიაბეტიც ამაქვს, გულის უკმარისობაც ამაქვს. ფილტვი, ცალი ფილტვი დახურული მაქვს. არ შემიძლია ძალიან გეხვეწებით, გევედრებით, რომ აი ნაკლები გადასახდელი იყოს, გადაუხდელობაზე არ არის ლაპარაკი. ნაკლები გადასახდელი იყოს, რომ იქნება მოვახერხოთ. ამდენ სულიან ოჯახში მარტო ერთი ადამიანი გვინახავს. არ შეუძლია, ფიზიკურად არ შეუძლია. ვერ აუდის ამდენ გადასახდელს.